ვანოწერეთელი ჩვენი პირველი სტუმარი კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი გუშინმედავანო აი რუსთაველზე შევხვდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით სწორედ აი ამ ამბავთან დაკავშირებით. თავისთავად აი თითქოს დამატებით თვითონ მოიწყეს ეს ამბავი, ხო? დამატებით ადგილი გააჩინეს აბსოლუტურად სიტუაციის დასაწყებად. ეს არის საზოგადოებრივი მისაღები. აი ესეთ საზოგადოებრივი მისაღები აქვს კახიკალაძეს. ეს არის მისი საზოგადოება და მისი მიღებაც. დილამშვიდობის გადასარევი სახელი ქვია თქვენს გადაცემას, გაიღვიძე საქართველოს და ახლა უკვე მართლად როა რომ ყველანი ქუჩაში გამოვიდეთ, იმიტომ რომ ის რაც ახლა რუსთაველზე ხდება, ანუ მელიქიშვილზე ხდება, ეს არის ძალიან მკაფიო დადასტურება რა უნდა ქართულ ოცნებას. ეს არის მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც უნდა უბრალოდ გარკვეული ჯგუფი იყოს კარგად, ხოლო ყველაფერი სხვა დანარჩენი არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებს, აქ პირველ რიგში გულისხმობ იმას, რასაც თითქოს იცავენ აი ევროპისგან, რაზედაც თქვენ ლაპარაკეთ, ხო? ეს არის ქართული ღირებულება. რა ვნახეთ გუშინ? ჩვენ ვნახეთ არ შემდგარი ძველი ბიჭების, არ შემდგარი მხედრიონელების მოძალადეობრივი ჯგუფი, რომელსაც ხელს უწყობდა პოლიცია იმისთვის, რომ გაელახათ ადამიანები და ეცემათ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ამ გზაზე დადიან და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, მეგობრებო. ეს არის პირდაპირი დავალება, რომელსაც ისინი იღებენ რუსეთიდან და მე პარალელებს გავავლებ. მოდი ძალიან მარტივად, მათ ჰქონდა დავალება ახლა რომ ეცემათ ქალები. იგივე დავალება ჰქონდათ 1989 წელს 9 აპრილის დროს როდიონოვის ჯარისკაცებს, რომ პირდაპირ უნდა აქცენტი გადაეტანათ ქალების განადგურებაზე. რატომ? იმიტომ რომ ასე მოქმედებს რუსული რეჟიმი, იმიტომ რომ ასე უნდათ რომ აჩვენონ, რომ თითქოს ქართველებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. ამიტომ ჩვენ ყველანი გარეთ უნდა გამოვიდეთ დღეს, ის ვინც გუშინ ადრები ნახა და ფიქრობს, რომ აი ოდნავადაც მაინც აკითხარეს არის, საერთოდ ჩვენ ვართ აუცილებლად დღესაღამოს უნდა იყოს მელიქიშვილის გამზირზე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რაც აქამდე მოვიტანეთ, ხო? აქ აღარ არის მხოლოდ ლაპარაკი იმაზე რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არჩევნებზე და ასე შემდეგ. მართლა პირდაპირ გაგებით ეს ადამიანები ანადგურებენ ქართულ ღირებულებებს. ანადგურებენ რა და არ შეიძლება ქვეყანა დარჩეს იმ ხალხის ხელში, ვინც აი ახლა კადრებში ჩანს. მე არ მჯერა ამის, რომ საქართველოს ამისთვის იბრძოლა, ამისთვის იღვაწა და ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს 13 ივნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 27-ში, 4-ში, 5-ში, 7-ში, არ ვიცი, მანამ სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება, ჩვენ აუცილებლად ბევრი ვიქნებით და საბოლოო ჯამში გავიღვიძებთ იმისთვის, რომ დავამთავროთ ქართული ოცნება, როგორც მოძალადეობრივი ხელისუფლება. ერთ ნაწილზე მინდა რომ კიდე ყურადღება გავამახვილო, ანუ აი მათ პირველად ინსტინქტი რაც არის, ხო, ამას ხო ვერ მალავენ, ხო? ტელეფონებს ვარავენ ხალხს. ანუ ესეთ რაღაც საერთოდ ხა რა არ გვინახავს პოლიტიკურ და ჩვენი ინსტინქტი აქვს, რომ ყაჩაღები არიან ჩვეულებრივი რა, მათ აი ამ კაც შეხედე, აი შეხედე. აი ანუ ოჯახის წევრი არ აყავს, არ ვინ არ აყავს, ხო? მე იქ აძახთ მე მთელი ქონება წამართვა სააკაშვილო, ანაწართ ეგეც გასარკვევია კიდე. მაგრამ აი გამოსულია და ეგ ერთ გოგო პირდაპირ თავს ჩაარტყა, ხო? ხო, ძალიან კარგად. არც ერთს არ დაიბარებენ, პოლიციაშიც არ დაიბარებენ, შემთხვევით არ შეაწუხებენ. მე იქ ისე მოხდა, რომ ეხლა მე დაპირისპირება დაიწყო ეგ პოლიციის რაოდენობა მოუწიათ რა, 10 წუთის მერე მოვიდნენ, ხო? მე ცოტა ხანი ამ პოლიციელებს ურტყავდნენ. მე პოლიციელებს ავნებდნენ თქვენიანები ვართ. ეს დაბნეული პოლიციელები იყურებოდნენ წინ და უკან, აზზე არ იყვნენ რა უნდა ეკნათ. აი მამალაძე ყოფილა გვარად ეს კაცი, კი ამართლებს. აქ ნახეთ, მე უფრო მეცაც ვიტყვი რა, ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ჯერეთი აუცილებლად უნდა დაიბარონ, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იბრძნონ რომ რაღაც არსებობს, მაგრამ თქვენ მართალი თქვით არ დაიბარებენ, ან თუ დაიბარებენ, იმიტომ რომ მე მეორე მხარეც დაიბარონ და მეორე მხარეც დაიჭირონ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს რა. გუშინ ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ის ქართული პოლიცია კი აღარ არის და ემსახურება არა საქართველოს და კანონს, არამედ ემსახურება აი ამ ვიგინდა რა, არ შემდგარ ძველ ბიჭებს და იცნენ ამათ პირად დაცვათ. აქ უკვე კალაძის დაცვაზეც არ არის საუბარი. აქ არ ვიცი რომელ ფილმში რა კაცის კაცი რადგინდა მე მგონი თვარის მოტაცებაშია ზუსტად. კაცის კაცი რა უნდა იყოსო. წარმოგიდგენიათ კალაძემ შექმნა ბუფერული ზონა ძველი ბიჭებისგან, უფრო სწორად არ შემდგარი ძველი ბიჭებისგან და არ შემდგარი მხედრიონელებისგან და აი ამ ბუფერულ ზონას იცავს ქართული პოლიცია. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ახლა დაიბარებენ თუ არა ამ კაცს? გაცილებით მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ პირდაპირ ერთხელ გავიმეორებ. ამ კაცს მხოლოდ იმიტომ დაიბარებენ,
რომ დაიბარონ მეორე მხარეც, ანუ ჩვენი მხარეც. და მე თქვენ როგორც დაიწყეთ ლაპარაკი, დაიჭირონ არა ეს, არამედ ჩვენიანი. აღმოჩნდება რომ თურმე მიზეზი ჩხუბის დაწყების იყვნენ ჩვენები. ისე როგორც მკაფიოდ ნახეთ ხო 2 წელი ბიჭებს რისთვის მიცეს სრულიად მოგონილი იმისთი რა ქვია დანაშაულებებისთვის. ჩვენი ქალები ხო რას გულისხმობს ჟურნალისტები იქნებიან ესენი თუ რა ვიცი მასწავლებლები ციხეში შედან სრულიად რაღაც გაუგონარი დანაშაულებების მიწებებისთვის და ამ ადამიანებს არავინ არ დააკავებს. ახლა მართლა გულწრფელად ვამბობ. აი დაუშვით ერთი ეს ოცნების ეს ოფისი რო ყოფილიყო შუაშისტის თუნდაც ოფისი. რას უგზავდნენ მას? გუშინ ღამევე დალუქავდნენ. ან კიდევ ნებისმიერი მათგანი რომელმაც რაღაც ისროლა თქვენი თქვის არ იყოს მართლა ქაღალდის სროლის გულისთვის ამდენი ხანი ადამიანები ციხეში შედან. ამიტომაც ვამბობთ, გაიღვიძეთ ხალხო, განსაკუთრებით მინდა მიმართო ახალგაზრდებს. არ შეიძლება ასე. თქვენ უნდა შეგემჩნეთ საქართველოს ახლა და თბილისს უნდა შეემჩნეს, რომ არის ახალგაზრდული მოძრაობა ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რასაც ვერასდროს ვერ აჩერებდა ერთ-ერთი ხელისუფალი და მოძალადე ხელისუფლება. შევარდნაძეს ერთადერთი რამის ეშინოდა არაფრის დედამიწის ზურგზე, პირველი კითხვა, რასაც სვამდა შემდეგს, რომ უნივერსიტეტთან ახალგაზრდები იკრიბებიან თუ არა. ერთადერთი შიში რისითაც ჰქონდა, სწორედ ეს იყო. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს საღამოს ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ მელიქიშვილის გამზირზე. 13-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აუცილებლად უნდა ვიყოთ ბევრი, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოვა, მეგობრებო. ის რასაც ჩვენ ვამბობთ რომ უნდა დავიცვათ უვიზო მიმოსვლა ეს არ არის მხოლოდ მართლა უვიზოზე პოლიტიკურზე და ასე შემდეგ კიდე ერთხელ გავიმეორებ უვიზო მიმოსვლა ის რაც ქართულმა ხალხმა საკუთარი ბრძოლითა და შრომით მოიპოვა არის გამოხატულება ჩვენი ცივილიზაციური ისტორიული გზის ხო ეს არის ნიშნული რომელიც ჩვენ შევქმნით ამ ბრძოლის შედეგად ეს აჩვენებს იმას რომ ჩვენ გვინდა ყოფნა იქ სადაც გვინდა ყოფნა ამიტომ ვამბობთ ეს უნდა დავიცვათ თორე ერთია მოგზაურობა რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო მოდი კარგად დაფიქრდით რას დავკარგავთ თუ კი გაკუჭაში არ გამოვედით უვიზოს გაუქმება გულისხმობს დაშორებას ევროკავშირისგან. ევროკავშირისგან დაშორება ნიშნავს დემოკრატიისგან, თავისუფლებისგან, ადამიანის უფლებებისგან, რაც არის ჩვენი ღირებულებები. რა უნდა ქართულ ოცნებას? ის უნდა რომ თითქოს განაცალკევოს აი ეს ღირებულებები და ქართული ტრადიციები, რომელსაც აგერ გვაჩვენებს როგორ იცავს. ხვდებით რას ვწავლობთ? ქალის უფლება აქ არის დარღვეული. თუ სადმეა დარღვეული, ახლა ყველაზე მნიშვნელოვან მათ არა, აქ ერთი ნაწილი ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით, ისინი როგორ ხსნიან ამას. აი ხო აი გუში კადრები ჩანს პირდაპირ როგორ ურტყავენ ქალებს გამეტებით ახალგაზრდა კაცები ასაკში შესული კაცები თავის შვილის თვალსაჩინო რო თქო ახსნა რომ ასაკეთებ აი ხო შენ ხო კაცი ხარ და შენ ამბობ რომ აი მე ქართველი ვარ მე ამას პატივს ვცემ სუფრა რაღაცა გეტყვის რომ ეს ქალი არ არის რადგან აი ესე ფიქრობს ხო რადგან აქციაზე დადის ეს ქალი არ არის ამიტომ ის ყველაფრის ღირსი არის აი ესე უნდა ცემო იმ ნამდვილი ქალობის დასაცავად ეს ქალები უნდა ვცემოთ აი ამ აზროვნების ხალხი არის ეს ავღანეთში მიწისძვრის შემდეგ ქალის გადარჩენა იგზავა აქ არის აი პარალელი სადივლება ხვდებით რას ვწამობ აქ არის ზუსტად ამას გულისხმობ ახლა მიდის ბრძოლა რაზე სამყარო როგორ იყოფა ნახეთ გრძელ აი დიდ კონტექსტში შევხედოთ ახლა სამყარო იყოფა ორ ნაწილად ერთი არის ავტორიტარული სამყარო რომლის საზღვარიც გადის ირანი ჩინეთი რუსეთი რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი და აი ეს ზოლი და მეორე მხარე თავისუფალი სამყარო ხო ახლა ქართულ ოცნებას უნდა რომ ჩვენ დავრჩეთ აი ამ ავტორიტარულ სამყაროში ხო და თამაშის წესები თავისთავად გულისხმობს იმას რომ ეს ხალხი უნდა წამოვიდეს წინ. რაზე დგას ქართული ოცნება ამ ადამიანებს? აი შეხედეთ სახეებს დღესდილით ნახეთ ძალიან კარგი ფოტო, სადაც ჩანს აქით მხარეს ის პროტესტის მონაწილეები, რომლებიც მივიდნენ აქ როგორც ყოველთვის გაიარეს ეს გზა და ის ხალხი რომელიც იქიდან იყურება აგრესიული, გაუბედურებული რაღაცა რო შიგნიდან ტანჯავთ დააწვალებთ. ბავშვობაში ამ ფილმებს რო უყურებდით, ხო რაღაცა რო შიგნიდან აწვალებთ. ზუსტად ესე აქით ხარ ეს გაღიმებული ადამიანები თავისუფლების რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანები თავისუფლებისთვის იბრძენ. ამათო ზუსტად იციან ისთვისაც იბრძენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმედმა სადა გამოაქვეყნებინა, გამოაქვეყნეს რა აქეთ ამ ხარის ფოტოები, რომ აი როგორ მიუცვინა და არაფერი მშვიდობიანი გაღიმებული ხალხის ფოტოების გამოჩენა მოუწევთ. ანუ თქვენიანები გამოაშინეთ, აბა ერთ აი ეხლა კადრები გადიოდა რა ჟესტებით, აი პოლიციას ამფარებულები, რაც თავარი, ანუ პოლიციის კორდონის უკან დგანან და იქიდან იგინებიან. და ანუ შემთხვევით თუ პასუხისგაცემ შენ დაგიჭერენ, ანუ მან იცის რომ მას აქვს სრული მას ხელს არავინ არ ახლებს, მაგრამ მას თუ ვინმე რამეს დაუშვებს, იმას დაიჭერენ რომ რავალ წელს ციხეში გაუშვებს. ამ პოზიციაში მყოფი ხალხი ლაპარაკობს ღირსებაზე, კაცობაზე და ადამიანობაზე.
ხო? მე იქ აღმოჩნდა ზოგი სტიქაროსანი ყოფილა საერთოდ რაღაც საოცარი ჟესტებს რო აკეთებდნენ, ხო? ზოგი რომელიღაც უნივერსიტეტის კავშირის სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე და ასე შემდეგ. კი, ეს არის ტიტუშკები. ეს არის 12 წლის განმავლობაში. ეს ხო ეს არის თურმე სტიქაროსანი. ეს არის სტიქაროსანი, თურმე სამების ფონზე ქონდა ფოტო გადაღებული. წარმოუდგენელია. კიდე ერთხელ მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, ეხლა მე არ ვლაპარაკობ სახელებით და გვარებით, იმიტომ რომ სახელებით და გვარებს ჭირდება ძალიან დაზუსტება და აი დღის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებაში უკვე დაზუსტებული სახელებით და გვარებს მოგაზრდიან ჩვენი ჟურნალისტები. ყველას სახელი და გვარი არის ცნობილი, ყველას საიდან მოდის, რა ინტერესი აქვს, რატოა იქ სამშობლოს გულისთვის რო არ არის ეგეც რო ვიცით, აი ყველასთან დაკავშირებით მოგიყვებით, ეს ადამიანები ვერ მოახერხებენ რომ დარჩნენ ესე, რომ ვერ გაიგოს ვერავინ რაქნა. აი ტელეფონებს რო იპარავდნენ, მათ შორის ერთმანეთს ხოლმე შორის გუშ ტელეფონი მოპარეს და მე მეორეს მისცა რა და მანქანაში ნახავდა და მიადგა მე ჟურნალისტი ვის ტელეფონიც იყო და დამიბრუნეო ჩემი ტელეფონი და ეს კადრი. აი ეს კადრი რო არსებობს შენზე, აი თავი სად გამოგეყოფა. ტელეფონის ქურდი რო ხარ. ტელეფონის ქურდი რო ხარ ჩვეულებრივ. ესენი ესე ცხოვრობენ, ამით, ანუ პირდაპირ იგაგ მე და თქვენ ხო ვიღებთ ხელფას სახელმწიფოსგან, რასაც ვაკეთებთ იმ საქმეში. ამათი საქმე პურის ფულის მოპოვების საქმეა ეს ამათვის. გამი ვერ იცხოვრებენ, საჭმელს ვერ შეჭამენ ესენი და ოჯახში ფულს ვერ მიიტანენ, თუ კი ასე არ მოიქცევიან. მე უბრალოდ მინდა თქვა ერთი რამ, რომ პოლიცია უნდა მოეგოს გონს მართლა რა, ხე ნაყოფით იცნობა მეგობრებო და არ შეიძლება გულში ისინი რაც ფიქრობენ ინდივიდუალურად, რატო ვამბობ ამას, იცით, ჩვენ გვყავს ნაცნობი პოლიციელები, რომლებიც არ მიესალმებიან იმას, რასაც ახლა პოლიციას ქართული ოცნება აკეთებინებს, მაგრამ თუ ხმა არ მოიღეს და არ აღიმაღლეს, მაშინ გამოდის რომ ისინი ამ ხარეს იქნებიან. ვერაფერს ვერ იზამ, ამ კადრებს ვერსად ვერ წაშლი. და ეს პოლიციელები თუ კი ხმას არ ამოიღებენ, რომ ეს მათი ქცევა არ არის და ეს არ უნდათ რომ მათ აკეთონ და აღარ უნდა გაიმეორონ ეს ქცევა, მაშინ არ გამოვა და აღმოჩნდებიან იქ სადაც არიან რა და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ კიდე ერთხელ ვიტყვი, უნდა გავიღვიძოთ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, დღეს საღამოს ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ მელიქიშვილზე 13-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეშინია ამ ხალხს, ეს მოდი ვთქვათ რა პირდაპირ რა. გუშინდელი ამბავი, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკებთ, გარდა იმისა, რაც არის აზიზღრობა, აჩვენებს კიდე ერთ რამეს, რომ ქართული ოცნება არის შეშინებული სხვაგვარად ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასე არავინ იქცევა რა. ეს არის ძალიან შეშინებული, დამფრთხალი, ძალაუფლების დაკარგვასთან ახლოს მდგარი ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნება, რომელსაც ეშინია, რომ სამართლიანი სასამართლო მათ მიუძღავს იმას, რაც მათ ეკუთვნის. ამიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რასაც ჩვენ ხედავთ. მადლობა ძალიან დიდი.